მოგესალმებით, გავაგრძელოთ, ესე იგი ეს არის გაგრძელება მეორე ვიდეოსი, სადაც წერთ Hello World პროგრამას. აქ გავჩერდით, იდეაში წინა ვიდეო თუ ნახეთ, გავიგეთ ყველაფერი პრინციპი იმის შესახებ თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ პროცესორმა აქ უთხრას GPIO-ს, რომ ამ პორტზე გამოაგზავნოს ერთიანი ხან ნოლიანი, ხან ერთიანი ხან ნოლიანი. ახლა გადავიდეთ მოდი კოდის ნაწილზე. ეს ჩემი კოდი არის ER embedded workbench, თუმცა არის STM32-ის თავისი კიდევ სხვა ID არსებობს scale-ი, მე ვიყენებ მაგალითად, STM32-საც და ER-საც, რომელიც ძალიან კარგი დებაგირების და რეგისტრების ნახვის საშუალება არის. მოკლედ ეს ძველი დაწერილი კოდია. აქეთ დავბრუნდები და ესენი აუცილებლად დამჭირდება და გამომადგება იმისთვის, რომ მე დავწერო კოდი. კარგით, ესე იგი, მოდი კოდის დაწერის ნაწილზე რომ გადავიდეთ. ამ დეტალებს ყველაფერს აგიხსნით თუ აქ რა ხდება. დაგჭირდებათ თქვენს რომ დაწეროთ კოდი მაგალითად STM32 და მისი პროგრამატორი. თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ სიმულაციაც აქვს ამ პროგრამას, სიმულატორით გააკეთოთ. ოღონდ რეგისტრებში ნახავთ ინფორმაციას არათუ გამოსახულებას როგორ აინთებოდა ნატურა. ხო, დაგჭირდებათ ეს დეტალები და მოკლედ მე აქ აღებული მაქვს უკვე მოვიტანე შევაერთებ, მაგრამ სანამ შევაერთებ, მოდი ჯერ კოდი დავწეროთ და მე ნახოთ ეს ყველაფერი. ეს არის ჩემი ძველი რაღაცა პროგრამა. აბსოლუტურად ყველაფერი ჩემი დაწერილია, გარდა მე მგონი ახალი ცვლადისა, რომელსაც Uint ქვია, ანუ ეს ჩემი დაწერილი ბიბლიოთეკაა, მოკლედ ეს არ გვინდა ჯერ თქვენც მიეხვალთ ამ ეტაპამდე, თუ კი გამოყვებით ამ ვიდეოებს. პროექტი, შემდეგ შევქმნათ ახალი პროექტი, sys პროექტი შევქმნათ main ფაილით. აქეთ მოდი ახალ არა ეს არ მინდა, მოდი აი აქ თუ რამე მაქვს, არ ვიცი. მოდი აქ დირექტორიაში შევქმნი 001 და დავარქვათ led link. შევქმნათ ეს პროექტი. შეიქმნა, მოკლედ. ახლა გადავიდეთ ამ main-ზე, ის ძველი აღარ გვჭირდება. მოკლედ ეს არის ჩვენი კოდი. სანამ კოდის წერას დავიწყებთ, აუცილებლად უნდა მივუთითოთ option-ებში device-ები, რომ ეს არის ჩვენი პროცესორი. თუ Cortex M3-ზე გაქვთ, მიუთითებთ იმ მოდელის პროცესორს. რა მოხდა? მე რადგანაც მაქვს STM32-ის, STM F4-411. ნუ თუ თქვენ გაქვთ ძველი ლურჯი, F103-ს მიუთითებთ და შემდეგ CRYB არის, მე მგონი, სტანდარტულად, თუმცა პროცესორს ზემოდან აწერია, კარგად თუ დააკვირდებით და ისე თუ ნახავთ. მოკლედ, ჩემი არის F4-411CE. შემდეგი რაც მჭირდება, ეს არის დებაგერი. აქ სიმულატორი თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ სიმულატორზე დატოვოთ, თუ უკვე გაქვთ პროგრამატორი და ბორდი, გადაიყვანეთ ST-Link-ზე და ოკეი. ახლა შევაერთებ და ეს არის კოდის ჩაწერა და თან დებაგირების რეჟიმზე გადასვლა. მოკლედ, ახლა ეს კოდი ჩაიწერა, მიწერება და კიდევ ერთ-ერთი დეტალი, რასაც ვაკეთებ, ხოლმე ეს disassembly ჯერ არ გვჭირდება. view-ში მინდა რომ გამოჩნდეს memory, view-ში მინდა რომ გამოჩნდეს რეგისტრები. რომ ნახოთ თითოეულ რეგისტრზე როგორ ხდება ერთიანების და ნოლიანების ჩაწერა. აქ memory იყოს, კი ბატონო, ესე და მოდი ახლა ამ ყველაფერს ჯერ გამოვთავ და დავიწყებ უკვე კოდის წერას. ესე იგი, ყოველთვის კოდის წერა იწყება ხოლმე ამ ბიბლიოთეკის გაკეთება შემდეგნაირად, რომ გვჭირდება, ესე იგი, RCC-ის გააქტიურება და მოდი დავწეროთ ესეთი რაღაც. როგორც გითხარით, ცოტა გამოცდილება გვჭირდება define RCC base address-ი ქვია ამ ნაწილს.
რომელიც მის ანუ RCC-ის არეალი არის ამ დიაპაზონში, ხო? ეს არის საწყისი base address-ი, ეს არის მისი სასრული. ეს სასრული არ გვჭირდება, მარტო გვჭირდება აი ეს. მოღონდ ესენი უნდა დავწეროთ ერთად. define-ები რაც არის RCC-ის სადაც დავწერ, იგულისხმება ეს რიცხვები, უბრალოდ ესეთი რიცხვები რო არ წერო და ამ მისამართებზე არ წერო ერთიანები, ხო? ანუ შემიძლია ესეც გავაკეთო და საერთოდ რაიმე ადეკვატური დასახელება არ მოვუფიქრო, მაგრამ ეს არის უფრო სწორი სტრუქტურა. ისევ define GPIOC base. დიდი ასოებით იწერება ხოლმე ეს დეფინაციები. ნუ სტანდარტი ესეა, თუმცა შეგიძლიათ თქვენებურად წეროთ, ამასაც ესე გავაკეთებ. მოკლედ, კოდში უკვე მაქვს ორი მისამართი გადმოტანილი, რომელიც მჭირდება. შემდეგი ნაწილი რაც იქნება, რომ თითოეული პერიფერიალის რეგისტრი ამოვიღო. ხო? ანუ ამ მისამართზე არსებობს RCC-ის მთლიანი რაღაცა არეალი, ხო? აქედან იწყება, მაგრამ მე მინდა კონკრეტულად აი აქეთ დავუბრუნდეთ RCC-ის AHP1 enable crocus მისამართის. ამისთვის ვაკეთებ ესეთ რაღაცას. ისე ვქნი define. შემდეგ დავწერ აქედან გადმოვიდან დასახელებას. ეს უფრო რეკომენდირებული არის ხოლმე, რადგანაც ყველა გამოცდილების ვარიანტით ესე აკეთებს. სხვა მაც რო ნახოს ჩვენი კოდი. მისი მისამართი არის აი ეს მისამართი, ოღონდ ამ მისამართს უნდა დავუმატოთ ეს მისამართი. მოკლედ ამ შემთხვევაში ეს სწორი ჩანაწერია, აი აზრობრივად, თუმცა პროცესორისთვის, რადგანაც ამ პროცესორში შიგნიდან უნდა მოხდეს ინფორმაციების შეცვლა, უნდა ჩავწეროთ რაღაც დამატებითი keyword-ით. ამას ქვია volatile. ესეთი ცვლადის ტიპი არის, ხო? C-ის პროგრამინების ენა თუ კი საფუძვლიანად გაიგეთ, ან შეიძლება არ გქონიათ ესეთი შეხება, ხო? ცვლადები, რომელიც გვეუბნებიან, რომ პროცესის შიგნით, ანუ soft-დან კი არ შეიცვლება, არამედ თვითონ hard-დან შეიძლება შეიცვალოს რაღაცა. ამისთვის არსებობს ესეთი ცვლადი, რომ ხელი არ შეუშალოს ესეთ რაღაცებს, რომელსაც ქვია volatile და უნდა გავხადოთ ჩვენ ეს volatile ტიპის. მოდი ამას ჯერ ესე გავაკეთებ. აი, საერთოდ ეს არ მჭირდება, რადგანაც ამ მისამართზე ისედაც მაქვს დარქმეული სახელი. ახლა დავწერ ესეთ რაღაცას. RCC AHP1 enable registry დავწერეთ სახელი. უნდა იყოს მიმთითებელი აუცილებლად. შემდეგ, ანუ ეს cast-ავ, ანუ ესე რო წარმოვიდგინოთ, ანუ მიმთითებელს ვქნი, ეს არის cast-ისთვის, ანუ აქ დავწერ ესეთ რაღაცას, ნახეთ. ამას +0x30. ხო? ანუ მე თუ ამას დავწერ, ესე იგი ნიშნავს, რომ ამ მისამართს დამატებული ეს რიცხვები, ანუ ახალ მისამართზეა, ოღონდ ეს მისამართი უნდა იყოს ნუ 32 ბიტის მქონე და ამისთვის unsigned volatile unsigned int-ი უნდა გავაკეთო, ხო? ესე იგი დავწეროთ volatile uint 32 t. ეს ცვლადები embedded მიმართულებით უფრო დაგვჭირდება, ანუ int-იც მე მგონი 24 ბაიტიანი არის, ანუ 32 ბიტისგან შედგება, int-იც რო დაგვეწერა, ანუ int ესეც რო დავწეროთ, მე მგონი ესეც სწორი იქნება, ოღონდ აქ pointer-ად, ანუ მისამართად რო cast-ავთ, ამას ვეუბნებით წინასწარ. ესეც შეგვიძლია, თუმცა ესე უფრო კარგი არის ხოლმე uint 32 t, რადგანაც გამოყოფთ ამ მისამართიდან ზუსტად 32 ბიტს. ანუ ამ მისამართს დამატებული ეს მისამართი ზუსტად გადმოდის პერიფერიალის ზუსტად აი ამ ნაწილზე და აქ 32 ბიტი ამომაქვს ზუსტად იმისთვის, რომ აი ეს 32 ბიტი მინდა რომ ვაკონტროლო. შემდეგ ამ 32 ბიტის სასურველ ბიტზე ერთიანს და ნოლიანს იმ პრინციპით ჩავწერ, როგორიც მე მინდა. მოდი გავაკეთოთ ახლა ეს ყველაფერი. ამის შემდეგ, ანუ ხო, ეს uint-ი რო იცნოს ჩვენმა პროგრამამ,
include აქ დავწეროთ std int წერტილი h ამ ბიბლიოთეკაში არის ეს რომ იცნოს თუ int-ს და unsigned int-ს დავწერდით, მაშინ ეს აღარ დაგჭირდებოდა, მაგრამ ესე ჯობია გავაკეთოთ. ამის გარდა დაგჭირდება ისევე define gpio-c modern მე მგონი ეგრე იქნება, სახელი თუ სწორად მახსოვს, თუმცა აქ როგორც გითხარით, რაც გვინდა ის შეგვიძლია დავარქვათ. გადავიდეთ რეგისტრებზე, ესე იგი გვჭირდება modern registry, x-ის მაგივრად c გვაქვს. ანუ ამ მისამართზე, აი ნახეთ, გვაქვს GPIO A, B, C, D, E. მათ საწყის მისამართებზე, ანუ აქ პირველი 32 ბიტი, ამ მისამართის პირველი 32 ბიტი, ამ მისამართის პირველი 32 ბიტი ყველა არის modern კონფიგურაციისთვის, ხო? ნახეთ, თუ ამ მისამართის პირველ 32-ში ჩავწერ, ესე იგი B-ს ვაკონფიგურირებ, თუ ამ მისამართის პირველ 32 ბიტში ჩავწერ ინფორმაციებს, მაშინ C-ს ვაკონფიგურირებ. ესე იგი მე უნდა ჩავწერო ამ მისამართის, აი ამ მისამართის, ანუ GPIO-C-ის მისამართის პირველ 32 ბიტში. მაინც იგივე პრინციპი იწერება ხოლმე, რომ დავწეროთ, მოდი ამას დავაკოპირებ მთლიანად. ამის მაგივრად GPIO base-ის adress +00. აქ გავიგეთ იმედია რაც გავაკეთე, ხო? ანუ პირველივე მისამართზე 00, იმიტომ რომ პირველივე არის ეს. ამის შემდეგ გვჭირდება output registry. ეს არის 0x14-ზე. აქაც იგივე ვარიანტს გავაკეთებ. ოღონდ modern-ის მაგივრად დავწერთ ODR, მე მგონი ესე ჰქვია, კი ბატონო GPIO-C ODR. ეს ყველაფერი ისე base-ი, ოღონდ აქეთ გვჭირდება 14. მოკლედ, ეს ყველაფერი ამით მორჩა. მისამართები ავიღეთ. ეხლა ამ მისამართებზე, ანუ რომელზეც რეგისტრები გვაქვს, როგორ უნდა ჩავწეროთ ჩვენთვის სასურველი კოდები. პირველ რიგში გავაკეთებ, რაც აუცილებელია ხოლმე, while 1. ეს არის ყოველთვის კონტროლერს ჭირდება მუდმივი ციკლი, რომ მუდმივად ხდებოდეს რაღაც მუშაობა. ერთ კრო შესრულდეს და გაჩერდეს, ხელით ხო არ ჩავრთავთ წარა, მაგრამ მუდმივად მუშაობს და როდესაც გვინდა, რასაც გვინდა, მაშინ გავუშვებთ იმას. უბრალოდ სანამ მუდმივად დაიწყება, პირველად კონფიგურაცია იწერება ხოლმე ერთჯერადად. გავწერთ აქ კონფიგურაციას და მე მუდმივად რა აკეთოს. მუდმივად რაც უნდა აკეთოს, ეს არის ნატურის ანთება. პირველად ესე იგი გვინდა რომ მაგალითად სტანდარტი რაც არის ხოლმე, მოდი ისე მივყვები clear GPIO-C modern bits port 13-ის modern bits ჯობია ესე გავაკეთოთ ხოლმე. ანუ ამით ვაკეთებ ესეთ რაღაცას. წინასწარ ვაკეთებ კომენტარებს მაგალითად რა მჭირდება. ან მოდი ჯერ RCC-ით დავიწყოთ. enable GPIO-C on RCC. აქ დავწერ ამ კოდს, შემდეგ ხო, აქეთ მეტი აღარაფერი აღარ დაგჭირდება. ხო, არა, აქ თუ გავასუფთავეთ, მე set GPIO-C 13 output და შემდეგ აქ გვექნება უკვე set GPIO-C 13 high და low. ასე ჯობია ხოლმე ზოგადად ესეთი კონფიგურაციის დაწერა. ესე იგი, აქ უნდა გავააქტიუროთ ჩვენ GPIO-C წერთ ესეთ რაღაცას, ანუ აქ ამ მისამართზე ესეთი, ეს არის ორობითი bitwise ოპერატორები. აი ესეთი რაღაცა ხდება. ანუ ერთიანი გადავიდეს, ანუ ეს ხო მისამართია ვიცით. აი ეს მისამართია, აი აქ დავწეროთ რომ ეს არის საბოლოო ჯამში აი ეს მისამართი. ანუ ჩვენ ამ მისამართზე, ჩვენ ვიცით რომ ეს მისამართი არის მოდი ისე დავბრუნდები RCC-ში.
ჩვენ ვიცით, რომ ეს მისამართი აქ რაც დავწერეთ, არის აი ამ რეგისტრის მისამართი და ამ მისამართზე 0 1 2, ანუ მესამე ადგილზე თუ გადმოვიტანთ ერთიანს, აქ გააქტიურდება ის გზა, რომელიც ჩვენ გვინდა რომ გაიაროს პროცესორმა GPIO სისთან დასაკავშირებლად. შესაბამისად, ესეთი რაღაც იწერება, აქ რომ 0-იანი ჩავწეროთ, პირველივე ბიტში ჩაწერს ერთიანს, აქ რომ ერთიანი ჩავწეროთ პირველივე მეორე ბიტში და ორიან შემთხვევაში, ეს ზუსტად აქაც ორიანი აწერია ინდექსით, აქ ჩაწერს ამ ინფორმაციას. ამის შემდეგ გვჭირდება, ესე აღარ მინდა. ამის შემდეგ გვჭირდება ესე იგი, რომ გავასუფთავოთ GPIO-ს რეგისტრი, გასუფთავება როგორ ხდება? აქ molder-ში გადავიდეთ, ანუ უკვე GPIO-ზე. GPIO-ს აქ თუ ჩავწერთ, პირველ რიგში აი 26 ბიტზე გვინდა ჩაწერა, ხო? შესაბამისად, აქ შეგვიძლია დავწეროთ ესეთი რაღაცა. ეს თუ გასუფთავება არის, ესე იგი წერთ უდრის აი ესეთი ვარიანტით ვასუფთავებთ 0b უნდა ჩავწეროთ 26 მისამართს. ანუ 1 ნიშნავს რომ 26-ის, ანუ თუკი ორი ციფრი, ორი ეს გვაქვს, ხო? 1 რო ჩავწეროთ, აქ ჩაიწერება. ანუ ასე რო ჩაგვეწერა 1 ჩაიწერებოდა აქაც და აქაც. კიდე 1 რო დავამატოთ, აი აქ 26-დან, ესე იგი დაიწყებს და ერთიანებს გადაიტანს მარცხნივ გადაწერს. ჩვენ გვჭირდება სულ 1, ანუ ეს არის თუ არ იცით, ჯობია რომ გადახედოთ bitwise ოპერატორები როგორ მუშაობენ, ეს არის ან, ეს არის და ეს უარყოფა, ანუ არაერთიანები ჩაწერე ამ მისამართებზე, მოკლედ რაღაც ესე რომ დავიმახსოვროთ ჯერჯერობით, თუმცა საფუძვლიანად არ ვიცი გავიარო თუ არა, თუ დაგჭირდება თუ ვერ იპოვეთ რაიმე ინფორმაციას, მოკლედ ჯობია კომენტარები დამიწეროთ. ახლა იგივე ვარიანტი უნდა წამოვიღოთ. ჩაწერა როგორც გითხარით ხდება ესე. ანუ პირდაპირად შემიძლია რომ ესეთი რაღაცა ჩავწერო, აი ნახეთ. 0b მაგალითად 0.1 იყო, ხო, output რეჟიმი, აი აქ. output mode კი ბატონო. გადაიტანე 26-ზე, ანუ 26 მისამართი, ანუ აქ თუ უდრის დავწერდი უბრალოდ. მარტო გადააწერდა ყველაფერს ნულებს და მარტო აქ ანუ სხვა კონფიგურაცია აირეოდა და ასეთი ჩაწერით ხდება ხოლმე, რომ ზუსტად იმ ბიტზე შეიცვალოს მარტო ის მონაცემები, რომელიც მე მინდა და სხვა არ შეიცვალოს, ანუ ამქეთ ამ დანარჩენებს რო არ შევეხოთ. შესაბამისად, მოდი ამ ყველაფერს ისევე წავშლი, molder bitში გადავწეროთ 0.1, იმიტომ რომ აქ გვინდა ჩავწეროთ 0, აქ 1 რომ როდესაც ესეთი ერთიანები და ნოლიერები იქნება ჩაწერილი, ჩვენი პროცესორი მიხვდება, რომ ეს რეგისტრი, GPIO პორტი მუშაობს პერიფერიალი output რეჟიმზე. ოკეი, ეს ჩაიწერა, ამის შემდეგ რაც გვინდა, output data რეგისტრზე უნდა ჩავწეროთ ერთმანეთის მონაცვლეობით ერთიანები და ნოლიანები. ოკეი, მოდი გავაკეთოთ ახლა ისევ ეს დავაკოპიროთ და წამოვიღოთ აი ეს. ოღონ ერთიანი ჩაიწეროს, აქ მე-13 იქნება, კიდე ალბათობით როგორც მახსოვს. ეს არის port output-ი. კი ბატონო, თუ მე-13-ზე ჩავწერთ ერთიანს, გაიგზავნება ერთიანი მე-13 პინზე, ანუ ეს არის port output data რეგისტრი, რომელიც გვეუბნება, რომ 0-დან 15-მდე გვაქვს სულ პინები, რასაც ჩავწერთ, იქნება, მოკლედ აქ atomic bit set reset-ი გვაქვს და ეს ჯერ არ გვინდა, იმიტომ რომ კიდევ გვაქვს ესეთი მსგავსი რეგისტრი, რომელიც დაახლოებით მსგავსად მუშაობს, მაგრამ ამას აღარ ჩაუღრმავდებით. აქ თუ ჩავწერთ ერთიანს, მე-13-ზე პინდების გამოვა ერთიანი, ხოლო თუ ჩავწერთ ნოლიანს, ნოლიანიც შეგვიძლია აი ესე ჩავწეროთ. ნახეთ. ანუ ერთიანი გაასუფთავე, თუ კი ერთიანი არის, გაასუფთავოს მე-13 პინზე დაახლოებით, ესე შეგვიძლია წავიკითხოთ. ხოლო
აქაც ესეთი რაღაცა წერია, ერთიანი გადაიტანე მე-13 პინზე. მოკლედ, ჩვენ რო ახლა ეს გადავწეროთ, აქეთ ერორები გვაქვს, must pointer UI აქეთ, აი ეს გამომრჩა. აქასთვის დროს წინაზე წავშალე და მაგიტომ გადავწეროთ ახლა ეს ყველაფერი. ესე იგი, კიდევ დაგვრჩა ერორები. აი, მოდი ვნახოთ. აქვე მაქვს ეს ყველაფერი. modifiable value. მე მგონი ამის მნიშვნელობას ვერ იღებს. მოდი ამასაც ფრჩხილებში მოვაქცევ. და ისე შევამოწმებ. კი ბატონო, ამის ბრალი იყო. ყველას დაუწეროთ ესენი კუთვნილი ფრჩხილები. ახლა შევამოწმოთ. დაგვრჩა ერთი warning-ი მხოლოდ ისიც იმიტომ რომ კოდი გვეუბნება რომ აქამდე ვერ მოაღწევს საერთოდ ჩვენი პროგრამა. მოკლედ ეს დავწერეთ, წარმატებით იმუშავა ყველაფერმა. უბრალოდ ახლა რაც უნდა გავაკეთოთ, არის შემდეგი რომ ვნახოთ როგორ იმუშავებს. ერთი დეტალი, რაც იქნება, არის ის რომ იმდენად სწრაფად აინთება და ჩაქრება ეს ნატურა, რომ ჩვენი თვალით ამ ყველაფერს ვერ მოვასწრებთ, ამ ყველაფრის დანახვას. ამიტომ აქ დაგჭირდება შემიძლია დავწერო ესეთი რაღაცა, მოდი delay ფუნქცია გავაკეთოთ, ჯობია. და აქ მაგალითად 1-2-3, 1-2-3. რო აინთება გაჩერდეს ცოტახანი, რო ჩოქრება გაჩერდეს ცოტახანი. აქვე შევქმნათ void delay და აქ დავწეროთ ესეთი while აქ 1000-ის მაგივრად მილიონი ჩაეტევა 32-იანში კი ბატონო. ესეთი რა, 32 დაბადირეთ დავარქვათ ან delay type. ნუ ეს ზუსტი დრო არ იქნება, უბრალოდ ჩავციკლავ 1 მილიონჯერ delay time-ი ჩავწეროთ. ან მე მგონი ესეც შეგვიძლია პირდაპირ რომ დავწეროთ. და წარდგენზეა, მოდი შევამოწმოთ ეს ყველაფერი. კი ბატონო, ყველაფერი მუშაობს წარმატებულად. ახლა მთავარი ვარიანტი არის რომ განვიხილოთ ჩვენი ის მისამართები, რეგისტრებში ვნახოთ ყველაფერი და ვიდეოსაც გადავიღებ, დავაპაუზებ ახლა და ვიდეოსაც გადავიღებ, რომ ტელეფონით გადავიღებ მაგალითად როგორ მუშაობს ეს STM32. მოკლედ ეს არის ჩვენი ნატურის ციმციმის კოდი, ჩაიწერა. ხო, ხელახლა მოდი დებაგირების რეჟიმს გავხსნი. და აქ გავაკეთებ ესეთ რაღაცას, რომ თან ვნახავ მისამართზე რა ხდება დებაგირების პატარა ტუტორიალიც, აი პირდაპირ ამ მისამართზე რომ გადავიდეთ, აი აქ შეგვიძლია გადავიდეთ, აი ეს არის ეს მისამართი. კალკულატორს გავხსნი და გეტყვით რომ ესე იგი ჰექსებში FF-ი არის, ანუ აქ ჰექსებში წერია ეს ყველაფერი. და FF-ი ნიშნავს ყველგან რომ ერთიანი ეწეროს, ანუ 8 ერთიანო. ანუ ეს ორი ცალი სინამდვილეში ნიშნავს 1 ბაიტს, ანუ 8 ერთიანს FF-ი რო ჩავწეროთ, ხო? ანუ 1 ბაიტი არის ეს ადგილი. ეს 1 ბაიტი, 2 ბაიტი, 3 ბაიტი და 4 ბაიტი. ხო, სწორად ვარ. კი, ანუ აი ეს არის ერთი რეგისტრის მისამართი. ამ მისამართიდან არის დაწყებული. ეს დაწყებული არის აი აქედან, ესე იგი კურსორი სადაც არის. ეხლა ვნახოთ, მოდი ჩვენი კოდი ნაბიჯ როგორ გააკეთებს. აქეთ რეგისტრები მაქვს გახსნილი. აქ ავირჩევ RCC-ის რეგისტრს, RCC-ში გვაქვს AHP1 enable registry.
AHP 1 enable register. აი ეს. აქ არის ის რეგისტრების ჩამონათვალი, რომელიც გვაქვს, აი GPIOC წესით ნაბიჯ-ნაბიჯ რო გავყვეთ, აი აქ, როდესაც ამას გაივლის, აი ამ ნაწილს უпростоრად breakpoint ჯერ არ გვინდა. ამ ნაწილს, როდესაც გაივლის ჩვენი კოდი, წესით აქ უნდა გახდეს ერთიანი live რეჟიმში იქნება ეს ყველაფერი. ესე იგი, მოდი პირველ რიგში დავიწყოთ, გადმოხდა ჩვენი დებაგერი აი აქ. კიდევ ერთი რო გავაკეთოთ, აი გაწითლდა კიდევაც. აი ესეთ წითელი არის, რაც იცვლება ხოლმე ის წითლდება. ანუ აქ ეს ერთიანად გადაკეთდა, ესე იგი ყველაფერი წარმატებით მუშაობს და აი აქაც ჩაიწერა 0.4. მოკლედ აქ 0.4 იმიტომ ჩაიწერა, რომ ჰექსებში აქ 1.0.0.0 და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს მე გავივლეთ კიდევ უფრო ზუსტად. აქაც შეიცვალა რაც თავარია მნიშვნელობა. კიდევ შემდეგი რაც იქნება, უნდა გასუფთავ, ახლა GPIOC-ზე გადავიდეთ. GPIOC-ი არ გვინდა და აი C-ზე გადავიდეთ. პირველ რიგში აქ რაც იქნება, ყველაფერი აქ 0 გვაქვს ჩაწერილი, მე-13 უნდა გახდეს ერთიანი სტოლი, რადგანაც აი აქ რო ვნახოთ, ერთიანი აქ წერდით 0-ს და აქ წერდით 1-ს და 0-1 ერთიანს ნიშნავს ათობითში. დავბრუნდეთ ისევ აქეთ, გადავიდეთ, ანუ პირველი გასუფთავდა, ანუ ერთიანი რო დახვედრო და გასუფთავდებოდა და 0-იანი ჩაიწერებოდა, ანუ შეიძლება წინასწარი რაღაც კონფიგურაცია ყოფილიყო დარჩენილი და ამიტომ, რადგანაც არაფერი არ დაგხვდა, არაფერი არ გასუფთავდა, ანუ ეს მაინც თავის დაზღვევის მიზნით საჭირო არის ხოლმე. ამის შემდეგ უნდა გადავიტანოთ 26-ზე, ანუ თითოეული 2 ბიტს იკავებს, ხო, გახსოვთ აქ რომ აი ეს არის molder 1. აი molder 1-ში სულ 2 რაღაც შეგვიძლია ჩავწეროთ 1 მაქსიმუმ. ნუ მოკლედ აქ უნდა გახდეს ერთიანი. მოდი ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ მოხდება, რომ გაწითლდეს, ამიტომ გადმოვახტუნე მაუს. შემდეგი და აი molder 13 გახდა 1-ის სტოლი. 1 სტოლი რადგანაც გახდა, ესე იგი ასეთი კონფიგურაციით, მოდი ეს მისამართიც შევამოწმოთ. ეს იყო ეს მისამართი დიდი ალბათობით, აი აქ ეს შეიცვალა. ამის შემდეგ ამას პლუს დავწეროთ 0x14, რომ გადავხდეთ data register-ზე. data registry ეს არის, ანუ ამ რეგისტრში რო ჩავწერთ ერთიანს მე-13-ზე, ანუ აი აქაც ვნახოთ output type, output speed, pull up, pull down, input data და output data registry. მე-13-ზე აქ უნდა ჩაიწეროს ერთიანი, როდესაც აქ მოვალთ, ხო? აბა ვნახოთ რა მოხდება. მოკლედ, აი აქაც შეიცვალა მნიშვნელობა და აქაც შეიცვალა ეს მნიშვნელობა გახდა ერთიანი. აქაც გადავიდეთ შემდეგზე. delay-ზე გადავიდა, ახლა სანამ მილიონჯერ არ დატრიალდება ამას გამოვტოვებ ამ ფუნქციას. მოვედით აქ. შემდეგზე გადავიდეთ. ახლა ისევ გახდა 0 სტოლი. ისევ delay-ში გადადის და მოკლედ წარმატებით მუშაობს ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში კი ციმციმებს აი ესე როგორც ხედავთ ჩვენი პროცესორი. მოკლედ LED-ნათურის ციმციმი წარმატებით გამოვიდა და აი შევქმნით ესე იგი ბრძანებები, თუ კი ესეთ რაღაცებს დავწერთ, დამატებით ფუნქციებით შეგვიძლია შევქმნათ, მაგალითად თუნდაც void LED on დავარქვათ დამატებით როგორ ხდება ხოლმე ამ ყველაფრის გაკეთება, რომ მაგალითად გაჩვენოთ pin number, მაგალითად uint 8.t, მაგალითად pin ძიმე uint 8.t, მაგალითად value და აქ გადავიტანოთ ეს ბრძანება. აქ ჩაიწეროს value, აქ ჩაიწეროს pin. და ამიერიდან მე რო გამოვიძახებ მაგალითად ესეთ ბრძანებას, LED on, წერტილ მძიმე, აქ ჩავწერ მე-13-ზე ერთიანი
და ეს აღარ დამჭირდება. ესეც იგივე ვარიანტი იქნება. აი ხელახლა რო გავუშვათ, ერორებიც არა გვაქვს, მოკლედ ყველაფერი წარმატებით მუშაობს. ანუ ამიერიდან ეს უკვე აბსოლუტურად ჩემს მიერ შექმნილი ბიბლიოთეკა არა კოდი არის და სადაც ledons სადაც გამოვიძახებ, მაგალითად ჩაიწერება hi. და ასე შემდეგ. ну აქაც ახლა Arduino-ს კოდს რო დავამსგავსოთ, როგორ არის ხოლმე, ხო, დაწერილი შემიძლია ესეთი რაღაცა define hi ესეა, მეგონი, კი ბატონო. და define hello nolian. და აქ შემიძლია უკვე დავწერო ledon-ში მე-13-ზე hi led office არ მაქვს. ну ახლა ახალი ფუნქციის დამატება დამჭირდება, ამიტომ მოდი დავტოვოთ ესე როგორც არის, იმიტომ რომ აქ ცოტა სხვანაირად მაქვს ჩაწერილი. ხო, ну პრინციპი თავარი გასაგებია, თუ რაიმე კითხვები იქნება. შეგიძლიათ დამისვათ კითხვები, თუ არა და ახლა ამ ვიდეოს დავასრულებ. გადავხედავ რა შენიშვნებიც გექნებათ, შევეცდები შემდეგ ვიდეოებისთვის გავითვალისწინო, გავაუმჯობესო, ყველაფერი მოვიტანო თქვენამდე ისე რომ გასაგები იყოს ეს ყოველივე. დაგემშვიდობებით, დროებით, იმედია გავიგეთ ყველაფერი.